ეს არის მსხლის პლანტაცია. შედარებით ახალგაზრდა მსხალია, მაგრამ მიუხედავი. და მინდა ერთ თავისებურებას მიაქციოთ ყურადღება. როდესაც მცენარეები, ხეხილოვნები არ არის ინტენსიური მოვლის ქვეშ, ხშირად ხდება, რომ მასზე სახლდება პარაზიტი. ეს არის ფითრი. ნახეთ, ფითრი. იმ ადგილას, სადაც ის დასახლდა, სქელდება ხოლმე. აგერ ნახეთ კიდე ახალი წარმოშობილები, ფითრი. ეს არის პარაზიტი მცენარე, რომელიც ქსოვილშია შესული შიგნით და ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ მცენარის იმუნიტეტი არის დაცემული და მას არ აგზალა იმისათვის, რომ მერქანმა წინააღმდეგობა გაუწიოს ამ აგენტს, ფესვებს, რომლებიც შეიჭრა მერქანში. გამოსავალი არის ის, რომ ის ადგილები, სადაც ფითრი არის დასახლებული, ეს აუცილებლად უნდა მოიჭრას. სანამ ის გაძლიერდა, ის კონტროლად არის ფითრი, უნდა მოიჭრას. მეორე, ახლა ჩვენი მუშაკები ახდენენ სასუქის ჩაბარვას. უნდა მოხდეს შემდეგ წამლობა. ანუ მცენარეს უნდა მიეცეს კარგი კვება, ზაფხულის პერიოდში კარგი მორწვა, რომ მცენარის იმუნიტეტი აღზრდეს, გაძლიერდეს, უნდა ხდებოდეს წამლობა, დეზინფექცია მცენარის და ამ შემთხვევაში ჩვენ დავიცავთ მცენარეს იმისაგან, რომ მას არ ქონდეს ფითრი. აი აგერ მინდა გიჩვენოთ ახლოდან, აი როგორ ხდება ფითრის დასახლება. ეს ადგილი გასქელებულია, მცენარე წინააღმდეგობას უწევს, გესმით და აი ეს არ უნდა მოხდეს. ახლა მე გავაკეთებ მის ჭრას, რომ თქვენ დაინახოთ კარგად ჭრილში როგორ გამოიყურება ეს. ეთყობა დიდი მაგრატელი უნდა. აი როგორ არის ის შესული მცენარეში შიგნით. აი ნახეთ. ანუ ის შესულია მერქანში. აგერ მწვანე ნახეთ მისი ფესვები, სხეულის ნაწილები როგორ არის შესული. აი და ის რა თქმა უნდა მერე იკვებება ამ მცენარის მიერ ფესვებიდან მიღებული მინერალური